და დაუბრუნდეთ დღის მთავარ თემას შესყიდვების საქმეზე ხვალ ნდობის ჯგუფი იმსჯელებს. ხდომაზე სახელმწიფო აუდიტის მიერ გადაგზავნილი მასალების განხილვა მოხდება ლაშა თორდიას ანგარიში შესაძლოა ახალი ბრალის საფუძველი გახდეს, უკავშირდება თუ არა ფინანსური დარღვევები ალასანიას მინისტრობის პერიოდს, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დასვამს, რომელიც უკვე სტუდიაშია. საღამომშვიდობის, ვინ იქნება შენი სტუდიის სტუმარი და გისურვებ წარმატებებს. საღამომშვიდობისა ირაკლი, ჩვენი სტუდიის მოამბის მთავარი გამოშვების სტუმარი იქნება სწორედ ის მთავარი ადამიანი, რომელსაც ხვალ უკვე ნდობის ჯგუფზე ელოდებიან. ლაშა თორდია უპასუხებს რამდენიმე წამში ჩვენს კითხვებს. რა პრობლემებია სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდებიან? საბიუჯეტო ორგანიზაციებს აუდიტის სამსახური ამოწმებს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით მიმდინარე შემოწმებაზე აუდიტის სამსახურმა 10 საქმეზე მასალები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. უწყებაში თვლიან, რომ ძალოვან სამინისტროში 2011, 12 და 13 წლებში გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მათ შორის ამ დრომდე არ არის ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე, რომელზეც ხვალ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა უნდა იმსჯელოს. თუმცა ერთი საქმე ალასანიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, მეორე კი ჯერ შესწავლის პროცესია. პარალელურად აუდიტის სამსახური უკვე მუშაობს კიდევ 5 სამინისტროში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში. რა ეტაპზეა შემოწმება და რა მასალებს მიაკვლიე აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში? ამის შესახებ ჩვენს დღევანდელ სტუმართან, გენერალურ აუდიტორთან ლაშა თორდიასთან ვისაუბრებთ. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ლაშა, დავიწყოთ თავდაცვის სამინისტროს საქმეებით. 10-ვე საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. ცნობილია, რომ ყველა მიმართულება უკავშირდება შესყიდვებს. თუ შეიძლება კანონის ფარგლებში უფრო დაწვრილებად რომ გითხრათ, რა მიმართულების ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეთ და დაახლოებით რაოდენობის თანხებზეა საუბარი? რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შემოწმებას, როგორც მოგეხსენება, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ვამოწმებთ 2013 წლის ივლისის თვიდან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა იყო წარმოდგენილი ჩვენს სამსახურში წერილობითი სახით, რომელიც გამოაგზავნა სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო კი არა, სამხედრო პოლიციამ. შესაბამისად ჩვენ სწავლობთ 2011, 12 და 13 წლების საქმიანობის პერიოდს, რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეეხება შესყიდვებს, ხოლო ზუსტად რაოდენობის თანხები არის, დეტალები, რა ტიპის შესყიდვას ეხება, ამასთან დაკავშირებით ბატონო ლაშა, არ გთხოვთ დეტალებს შესყიდვის რაობის თაობაზე, მე გთხოვთ უბრალოდ რომ ვისაუბროთ დაახლოებით რა მიმართულებაზე. ეს არის გაფლანგვა, კორუფციასთან გვაქვს საქმე, არამიზნობრივ ხარჯვაზე, აი დაახლოებით ამ მიმართულებით რო ვისაუბროთ. ზოგადად ჩემი განცხადება, რომ ეს არის გაფლანგვა, კორუფცია თუ ასე შემდეგ არასწორი იქნება, ვინაიდან დანაშაულის სტატუსს ამ შემთხვევაში დაადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურა. შესაბამისად, როდესაც ეს მასალები იქნება გამოკვლეული და შესაბამის საგამოძიებო პროცედურები განხორციელებული, ამის შემდგომ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას ალბათ. ხვალ ჩვენ მივდივართ ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ამ მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს, ვინაიდან ნდობის ჯგუფის მოთხოვნით ზუსტად ჩვენ გადავაგზავნეთ აღნიშნული მასალები. და შესაბამისად ასევე არის მოთხოვნა, რომ ჩვენ იქნა ვიყოთ და დავესწროთ ნდობის ჯგუფის სხდომა, სადაც ამ მასალებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. თქვენ დღეს ასევე განაცხადეთ, რომ აუდიტის სამსახურის არსებობის მანძილზე თავდაცვის სამინისტრო არ შემოწმებულა. რაც უფრო მაღალია უწყების ბიუჯეტი კი სავარაუდოდ იზრდება იქ გადაცნობის ალბათობაც. აქამდე რატომ არ შეამოწმეთ თავდაცვის სამინისტრო? მე დავნიშნე, როგორც გახსოვთ, 2012 წლის ივლისის თვეში. 2013 წელს ჩვენ შევედით თავდაცვის სამინისტროს შესამოწმებლად და აქამდე არ ვიცი 90-იანი წლებიდან არ შემოწმებულა თავდაცვის სამინისტრო და ეს კითხვა ამ კითხვაზე პასუხი როგორ გაგცეთ? ხა 92 წელს რატო არ შეამოწმა აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტრო? რაც შეეხება ზოგადად შემოწმებას, ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს თავდაცვის სამინისტროს შემოწმება, ასევე ძალიან მასშტაბური არის ზოგადად არეალი თავდაცვის სამინისტროში, ვინაიდან დაახლოებით 800 მილიონ ლარზე არის საუბარი, ანუ საბიუჯეტო ასიგნება რაც გააჩნია ამ სამინისტროს, ამიტომ ძალიან შრომატევადი არის ის საქმიანობა, რომელსაც ეწევიან აუდიტორები. ზუსტად ამიტომაც არის, რომ წელიწადი და 4 თვეა ჩვენი აუდიტორები ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროში. თქვენ უკვე შეამოწმეთ სამხედრო საწარმო დელტა. თუ შეიძლება რომ გითხრათ, აღმოაჩინეთ თუ არა დელტაში ისეთი დარღვევები, რაზეც საქმეებს პროკურატურას გადაუგზავნით და ხომ არ უკავშირდება ეს საქმეები დელტას თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნის პერიოდს, მაშინ როდესაც მინისტრი ირაკლი ალასანია იყო? დელტასთან დაკავშირებით მასალები ასევე შეიცვალოს გარკვეულ
დარღვევებს დელტაზე მასალებიც გადაგზავნილი არის მთავარ პროკურატურაში, თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც ირაკლი ალასანი არ არის მინისტრი, ანუ 2013 წლის პერიოდს არ ეხება. თქვენი ინფორმაციით დარღვევები ფიქსირდება ასევე თავდაცვის სამინისტროდან, რომ გადავიდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროში. ვისი მინისტრობის პერიოდს ეხება ისინი და თუ შეგიძლიათ რო გითხრათ, რა მიმართულებებშია ასევე ეს ეხება ამ დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თან დაკავშირებით დასკვნა უკვე 1 წელია დევს ჩვენს ვებგვერდზე 2013 წელს შევამოწმეთ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნაც ასევე არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული. ეს ეხება 2011, 10 და 12 წლებს. რატო მხოლოდ ამ წლებს? რატო არ იკვლევს აუდიტის სამსახური თქვათ 2010 წელს, 2009 წელს? ზოგადად აუდიტის სამსახურის მთავარი ფუნქცია არის იყოს აქტუალური, ანუ არ დაკარგოს აქტუალობა. ვინაიდან როდესაც საუბარია 2007, 2008, 2009 წლების საქმიანობის შემოწმებაზე, ამ შემთხვევაში შეუძლებელია პასუხისმგებლობის დაყენებაც კი რომელიმე ადამიანის. აქტუალობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის, რომ ჩვენ პრევენცია მოვახდინოთ გარკვეული სამართალდარღვევების და ასევე დროულად იქნას რეაგირება განხორციელებული თვითონ იმ ობიექტის მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ. ასევე საერთაშორისო სტანდარტი არის, რომ ზუსტად აუდიტის სამსახური უნდა ამოწმებდეს მიმდინარე პერიოდსაც და ეს გამოიხატება როგორც ბიუჯეტის მონიტორინგის მიმართულებით, რადგან ჩვენ ანგარიშს ვამზადებთ პარლამენტისთვის და ასევე უნდა იყოს ისეთი პერიოდები, რომლის დაფიქსირებას და აქტუალობაც როგორც საზოგადოების მხრიდან ასევე იმ უწყებების მხრიდან ვინც უნდა მოახდინოს ამ სამართალდარღვევებზე რეაგირება იქნება შესაძლებელი და დროული. კეთილი, გადაცნობებზე საუბარი ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. საქმე აქაც შესყიდვებს ეხება. ამ შემთხვევაში უკვე საიდუმლო დოკუმენტაციაზე არ არის საუბარი. თუ შეიძლება დეტალურად რომ გითხრათ, რა დარღვევები აღმოაჩინეთ ამ სამინისტროში და გადაეგზავნება თუ არა დოკუმენტაცია პროკურატურას. ამ ეტაპზე ჩვენ ვამოწმებთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ბევრ სხვა საქმეუწყებო დაწესებულებას, რომლებიც შედიან სხვადასხვა სამინისტროების ქვემდებარეობაში. ასევე ვამოწმებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გამგეობებს, საკრებულოებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აქ რაც შემიძლია წინასწარ ვთქვა, არის გარკვეული კითხვის ნიშნები სტადიონების მოწყობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის სამართალდარღვევა, ამ მიმართულებითაც ჩვენ შესაბამის რეაგირებას გავახორციელებთ. ანუ გადავაგზავნებთ მთავარ პროკურატურაში და შემდგომ უკვე გამოძიება დაადგენს კონკრეტულად თუ რა მიზეზებით იყო აღნიშნული გამოწვეული. რას ეხება ეს თქვენი კითხვის ნიშნები? შესყიდვებს სარემონტო სამუშაოებს და იმ თანხებს, რომელიც იყო გამოყოფილი სტადიონების შესაკეთებლად. ექსპერტები თანხმდებიან, რომ აუდიტის სამსახური შემოწმებას თანამედროვე სტანდარტებით ატარებს. საინტერესოა, როდესაც შედიხართ სახელმწიფო უწყებაში. რამდენად შეესაბამება იქ წარმოებული დოკუმენტაცია ამ თანამედროვე სტანდარტებს? გულისხმობ, შეიძლება რომ თქვათ, ახალი სტანდარტებით ადგილი ჰქონდეს გადაცდომას, ძველი სტანდარტებით კი არა. ერთგვარად ნამდვილად ვერ მიუდგებით ყველა სამინისტროს, მეტნაკლებად ზოგიერთ სამინისტროში უფრო კარგი სიტუაციაა ვიდრე რომელიმე სხვაში. შესაბამისად ესე რომ თქვა და ყველა ერთ ქვაბში ასევე მოვხარშოთ, ნამდვილად არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ფაქტებს ვნახულობთ, რომ არის თქვათ რაიმე დარღვევები, ამას აღვნიშნავთ ჩვენ დასკვნაში და თუ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად მივმართავთ მთავარ პროკურატურას. რაც შეეხება სტანდარტებს, მძიმე მდგომარეობა უფრო არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ზოგადად საკადრო რესურსების არ ქონა, არ ყოფნა ადგილებზე, თუმცა სამინისტროებში თვითმმართველობებთან შედარებით უფრო ნორმალური მდგომარეობაა. რაც შეეხება ხა განზრახ დანაშაულს, თუ ვინმე აქვს სურვილი რომ ამი კორუფციული სქემა შექმნას რომელიმე სამინისტროში, ამას არც ძველი სტანდარტი და არც ახალი სტანდარტი არ უშველის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შარშანდელი ანგარიშის მიხედვით, თქვენმა უწყებამ მოიცვა, თუ არ ვწდები, საბიუჯეტო სახსრების 4 მილიარდ 300 მილიონი ლარი. აქედან დასკვნაში წერია, რომ დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 194 მილიონი შეადგინა.
122. ანუ ბიუჯეტმა იზარალა 122 მილიონი და 39 მილიონის დაზოგვა შეიძლებოდა უკეთესი მართლობის პირობებში. ამ დარღვევებზე როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაბამისი იყო სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება? თქვენ ხომ გადააგზავნეთ ანგარიშები? ეს თანხები, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ მოიცავს ყველა სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნებს, ანუ არამიზნობრივ ხარჯებს. ჩვენ როგორც იცით, ვამოწმებთ როგორც ეფექტიან ხარჯვას, ასევე ეკონომიურ ხარჯვას. ეკონომიურ ხარჯვაში იგულისხმება, რომ მაგალითად რომელიმე უწყებამ თუ კარგად შეისწავლა ბაზარი, თუ წინადადება განათავსა სწორად შესყიდვების პორტალში და შესაბამისად მთელი ეს პროცედურები დაიცვა, შესაძლებელი არის, რომ შუამავალი კომპანიის გვერდისავლით პირდაპირ შეისყიდოს უფრო იაფად რაიმე საქონელი. ასევე ამ თანხებზეც არის საუბარი, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ეს არ არის რაღაც განზრახ დანაშაულის მიმართულება, არამედ არის უბრალოდ ზოგ შემთხვევაში არცოდნა, ზოგ შემთხვევაში უგულებელყოფა ამ პროცედურების. შესაბამისად, ამ თანხაში მთლიანად შედის როგორც არამიზნობრივი თანხები, ასევე ის თანხები, რომლებიც არაეკონომიურად და არაეფექტიანად იქნა გამოყენებული. 2013 წლის ანგარიში წერია, რომ 494 ანგარიში წარადგინეთ. აქედან რეაგირების მაჩვენებელი უკაცრავად ვერ გავიგე. 2013 წლის ანგარიში წერია, რომ თქვენ აუდიტის სამსახურმა წარადგინეთ 494 ანგარიში. აქედან 494? დიახ, ანგარიში. რეაგირების მაჩვენებელი 87. შეიძლება შეცდომა თვითონ რეაგირების მაჩვენებელი 55%. ეს ციფრი რამდენად შეესაბამება? უკაცრავად გამეორეთ წყდება ხო? რეაგირების მაჩვენებელი 2013 წელს 55%, ხოლო შესრულების 27%. 494 ანგარიში კი არ წარვადგინეთ, რეკომენდაცია წარვადგინეთ და 27%-ზე არის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. დიახ, ეს შედეგი რამდენად დამაკმაყოფილებელია? 27% ნამდვილად არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია რომ 100%-იანი შესრულება უნდა იყოს, თუმცა საერთაშორისო სტანდარტით ზოგადად 70-80% მაინც უნდა იყოს და ამ ნიშნულზე უნდა იდგეს რეკომენდაციების შესრულება. როგორ ფიქრობთ იმისთვის, რომ არ განმეორდეს უკაცრავად 132 მილიონიანი ზარალი ბიუჯეტში? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ეს მაჩვენებელი 27%-იანი მაჩვენებელი გაიზარდოს? ცალკეულმა უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციები და ასევე საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს ჩვენი რეკომენდაციებისთვის იმპლემენტაციის ქმედითი მექანიზმების განხორციელება და დადგენა. ანუ საპარლამენტო მოსმენები უნდა გაიმართოს, საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიმართოს ცალკეულ ანგარიშებთან დაკავშირებით და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებს, რომელთათვისაც ჩვენ გვაქვს ეს რეკომენდაციები გაცემული, აუცილებლად მათ უნდა მოეთხოვოთ, ასე ვთქვათ, პასუხი და ასევე ქმედითი ნაბიჯები ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. 2013 წლის ანგარიშის კვალობაზე ესეთი რამ სახელმწიფოს მხრიდან იყო განხორციელებული, გადაიდგა ეს ნაბიჯები? კი, 27% მაგას მეტყველებს, ანუ შესრულების კუთხით, თუმცა უფრო მეტი არის უფრო კარგი მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის დარღვევები არ იყოს. ძალიან დიდი მადლობა, მლაშა თორდია პასუხობდა მოამბის საკითხებს, საქართველოს გენერალური აუდიტორი, მოამბის მთავარი გამოშვება კი დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით იგივე დროსა და იგივე ადგილას, დარჩით პირველ ახს.